კარტრიჯი გამარჯობა. ჩვენი ბოლო ვიდეოდან როგორც გაგვიფუსა დროსელი, რის გამოც ვერ შედგა რავი რაკეტასთან. დროსელი გავაკეთეთ და პარალელურად გვინდოდა რაღაც წვიმანების გაკეთება. წვიმანებში იგულისხმებოდა აი ეს პატარა საყვარელი ყელი, რომელიც გამოდის ტურბინიდან, სწორად მიმართულად სწორი არ იყო კულერთან. ეგეც გადავჭერით, გავასწორეთ, ისე უკან მივადუღეთ. მაგრამ ამ პროცედურაში პატარა შეცდომა გაგვეპარა, რის გამოც გავაფუჭეთ ტურბო. კი, ეგეთებიც ხდება ხოლმე. როცა რაღაცასთან დიდი პრაქტიკა არ გაქვს და რაღაცას პირველად აკეთებ ხოლმე, ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე რა. კი, მართალია ცოტა ძვირი სიამოვნება, მაგრამ არა უშავს ხდება რა. ეხლა მოვხსნით ტურბინას. ეს პროსტა ეხლა ათის გამოვხსნით, თორე ამის დედა გამოვიწერეთ შიდა გული ტურბინის, ჩამოვიდა, წავალთ, შევცვლით. მე ისევ მოვალთ, ავაწყობთ, გავტესტავთ როგორი იქნება და ვაპირებთ რომ უკანა მხარე დავშალოთ მთლიანად. რომ ისევ მინდა რომ დავანასტრო იყოთ თავიდან მანქანა, იმიტომ რომ ცოტა უკეთესი საბურავები დავაყენოთ, უკან წონა დავამატოთ და ისევ გადავანასტრო იყეთ. პარალელურად i46 ავაწყობთ, შევღებავთ და მოკლედ ამ ვიდეოში გაიგებთ 2025 წელს თავიდან ბოლომდე რას ვაპირებთ როგორ და რანაირად. ასე რომ გამოვიწერეთ არხი და ჩაუჯექით ვიდეოს. წავედით. დატოსთან მოვედით, მეგობრებო. ყოჟ რაღაც მეგობრებო. ჩაშელილი ცალაკი. როგორ ხარესაც აპლას მოსდოთ. რომელაუძე. შენსაც. ტურბოს შიდა შიგთავსით შევცვალეთ. დატო დაგვეხმარა. დატო ალბათ ყველა მიცით. პატარა საყვარელი წითელი გოლფი ყავს. ცოტა ოდნავ ჩქარი წითელი გოლფი ყავს. შეგვიცვალა ყველაფერი. ახალი ტურბო გვაქვს, უხმარი, ქალიშვილი ტურბო გვაქვს. დავაყენებთ ახლა ნიკიტას გველოდება. გალუკა გვაქვს გადასაჭერი, გალუკაც უნდა გადაუჭიროთ, რადგან ვაპირებთ თავიდან გადავანასტრო იყოთ მანქანა. გალუკას დაუჭერთ და წავიყვანთ დინოზე მანქანას. მოკლედ ტურბო მოვიტანეთ, მაგრამ ნიკიტამ დრო გაგივიდათო? ჩვენს ვეღარ ვამატებთ, მაგრამ რავი დრო რო არ დავკარგოთ, წამო i46 ნაწილები ავიღოთ. i46 ავაწყოთ და სამღებროში გადავიყვანოთ. უკან M3 შედოგვიც გვაქვს, წინა ტუჩის ახალი შევუკვეთეთ დაჩის. ეს უკან M3-ის კრეულები ჩვენ კი გვაქვს, მაგრამ დამატებით შევუკვეთეთ, რომ ჩვენ ძმას და მეგობარს, რომელსაც ცოტა ვაკოცეთ, საჩუქრად რო გადავცეთ, იმედია გავუხარდებით. წამოვიღეთ. ყველა ნაწილი შევაგდოვეთ i46-ს მჭირდებოდა, გარედან ავაწყო. მივიტანთ ახლა კოტიკო დაგვეხმარება აწყობაში. აქ სხვათა შორის ამ ტერიტორიაზე ნახსა და აქ იტოთი და ვიან თუ იტო არ ჩვენი ვიანო, მაგრამ ვიანოთი გავაცოდა საშიშია, მაგრამ სავსე ვარ ძმა. ჩვენი ვიანო მაგალითად ავტომატიკა Android-ის მონიტორი გვაქვს. ეხლა მივიდეთ i46-თან. ხათა შორის ერთი ჩვენახევარი არ მისულვართ. საინტერესოა რა მდგომარეობაშია. წამონახოთ. საინტერესოა. კარლონს ადგააჩერა მანქანა. მაგი აქ არის. ვაი, შესაწყალო. ისე ბიჭი ცივნიოს არ აკარებდა 0 სართულზე პარკინგზე ეყენა. სუფთად გაწყებილი, მოწყებილი ეყენა და ეს კადრებში არ შეცდო ბიჭოს სირცხვილია რას გავს ნახეთ. ამ ორი სიყვარულით დამწვარი ვარ, მე ვერცილდებიან ერთმანეთს.
მოკლედ დავამუშავეთ მანქანა. ისე დიდი მადლობა დიმას. კარგად გაგვიკეთა ყველაფერი. დისკებით შეგვიღება, ინფერცი რაფერზეც ჩვენ გვინდოდა. დავტოვეთ მანქანა და სხვათა შორის ძალიან გასაოცარი დრო მითხეს მანქანის გადაკვეთაში. სულ რაღაც დაახლოებით დღე თუ დღე-ნახევარი ჭირდება გადაკვეთაში. ნუ რეალურ ცხოვრებაში ეგრე ჭირდება მაქსიმუმ 2-3 დღე ჭირდება ხოლმე მანქანას გადაკვეთაში. მაგრამ ნუ ჩვენი ხელოსნების გადამკიდე რატომღაც ჩვენთან ერთი თვეან 2 კვირა ჭირდება გადაკვეთას ყველაფერზე. მაგრამ არა უშავს ამ. დავტოვეთ ხვალ დაგვახვედრებენ გამზადებულს, ამოვიყვანთ, მე დავაყენებთ დისკებს, რის დაყენებაც გვინდოდა. ბოტიკიცაც ძალიან დავაწყობთ. და მე გაჩვენოთ რა გამოვა ჯამში. შევხვდებით. ავშე ნიკიტამ გალოკა იყო გადასაჭერიო რა. ეს მე ხო გითხარი თქვენ რომ კადრის გამოვიღებთ ქოთორე ისე მე რა ვიცი. კილო უწედია ქარხნულად? აბა? 11-12-მდე იქნება ქარხნა და ეგ 11-12 და ეს კლასში და 124-ში, ხო? 3 და 2 ქარხნული რეადნი უკვე დავიძრავთ. ვოლტები გიყენია სხვა. ჩვენ 3 კილო დავამატეთ რა. 3 კილო არის 30 ნიუტონი. ეხლა ტურბოს მივაყენებთ. ზეთის კანალს დავაერთებთ ცოტა ხანი, აი ეს უნდა გვეჭიროს ხელით, რომ ზეთით შეივსოს ტურბინა და რა არქნას? ზეთის რატომ უნდა შეივსოს? რა არის ზეთი მაგაში? და მაგით უნდა შეიშვას. ავთანდილ შოში არის. Ay, mustard on the beat, ho, Debo, any rap nigga, he a freak throw, man down, call her Amber Lambs, tell him breathe, bro, nail a nigga to the cross, he walk around like Tizo. What's up with these jabroni ass niggas trying to see Compton? The industry can hate me, fuck them all and they mama. How many options you really got? I mean, it's too many options. I'm finna pass on this body, I'm John Stockton. Beat your ass and hide the Bible if God watching. Sometimes you gotta pop. ნიკიტამ გალოკა გადაუჭირა. დინოზეც მოვედით. ტურბოც შევცვალეთ. ტურბოს მართალია ამბობენ აპკატკა უნდაო. მაგრამ ჩემი აზრით თავარია ზეთით შეივსოს ტურბო, ანუ პირველი დაქოქო უბრალოდ ცხვირით დავიჭიროთ და თავარია ზეთით შეივსოს. თორე დანარჩენი, რავი, ჩემი ეს თავი, იმიტომ რომ თუ ქარხნულად რაღაც დისბალანსი აქვს, ან იმას არც აპკატკა უშველის, არაფერი არ უშველის. ნუ ერთ სიტყვით თავარია ზეთით შეივსოს. ხო, აქ რაც შეეხება დაობით, უკან მოვხსენით, რომ არ დაბუქსავდეს, აქ რამე წონასაც დავადებთ და იმედი არ დაბუქსავდება და 459 საბურავზე გავწდებით ისე რომ მანქანა არ დაგვიბუქსავდეს. ეხ შოთას ველოდებით. მოვა და დავიწყეთ ნასტროიკას. სულ ეს არის თელის თორი, თელინგი და ბითი. მოკითხვა დასავლეთს. გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შედეგს. ამასაც პროსტა კადრი ესენი რეგულარს ასხავენ. ისინი ფიქრობენ როგორ გამიფუჭონ მანქანა რამდენი ბარი ჩავდეონ, მაგრამ ვერ აფუჭენ. იმას 4 ხო უკდავია. ვერ გააფუჭეთ, ყველა ჩალიჩობთ. მოკლედ ეხლა გვაქვს ყველაზე ცუდი მაგზები, ეს საბურავზე 500 ეს ყველაზე ცუდია, მაგრამ საქართველოში მას ეხლა წნევას გავზით და ნახოთ როგორ ალბათ შეიძლება. რეგულარი ზოგადად მატერია. ეს
მოკლედ მოვჭით, დავანასწროებით ბიარზი. თან გაითვალისწინეთ, რომ არც მეთანოლს ხაროთ, არც ბაქშის მირცვას ხავთ და ყველაზე ცუდ მაპზე გვაქვს, ანუ ყველაზე დაბალ მაპზე გვაქვს 500 ცხენი საბურავზე და საშუალო მაპზე გვაქვს დაახლოებით 618 ცხენი გვაქვს საბურავზე, ზრაوزზე გამოდის 618 რო გავყოთ 0.82-ზე 753 ცხენი გვაქვს ზრაوزზე. აი ეს უბრალოდ სუპერზე, რაღაც რენდომ ბენზოგასამართის სადგურიდან აღებულ სუპერზე. რავი, კარგი შედეგია, 7.5 ვსტრიალებთ. რავი რა, შემდეგ დავამატებთ სპირტსაც, მეთანოლსაც და ალბათ მეც ამოვიღებთ, მაგრამ ნუ რეალურად მეტი არ გვჭირდება. მეტი კი არა, საერთოდ ეს ცხენიც არ გვჭირდება. ყველა ვარიანტში 500 ცხენი თუ ვილით საბურავზე. რომ რაღაც სტაბილური იყოს რა და მშვიდი იყოს, რაღაც ბევრი პრობლემა არ შექმნას. ეს ცხენიც ეხლაც ნორმალური, არანაირ პრობლემას არ შექმნის. ავი როგორც რაკენა თქვა პრობლემები აღარ იქნებაო და ვნახოთ. ეხა ბიჭები მჭობენ, შეიძლებოდა თუ არა მეტის დამატება რა. აი ეს არის შენამე ესეც მეყოფა. გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. ბიარზის ნასტროება დავასრულეთ, ეხლა წავიდეთ სახლში 46-ად დავასრულეთ და მე გითხვით რას ვაპირებთ 2025-ში. მოკლედ ეს გამოვიდა მეგობრებო. ესე მივხედეთ ჩვენს i46. მე ვფიქრობ რომ ძალიან ლამაზია, ანუ ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომწონს და ვისაც არ მოწონს კიდე აი ხო, რაზე ფიქრობთ? არა, ჩვენ პატრონისგან მხოლოდ მანქანა წამოვიყვანეთ. всё, ეგ არის რა. მორჩი გადაღებას, ხო? აღარაფერი გვაქვს შესწრებს, ხო? წავიდეთ სახში, გავიყინეთ სუდათავ, რა, აღარ მინდა, აღარ დრიფტი მინდა, აღარაფერი აღარ მინდა, რა. გააკეთე მანქანა, გააფუჭე, დალეწე, დაამტვრიე, შეჯიბზე გადი, მე ისო დალეწე, მე ხელოსნებს დიე იმათან, ავი ღამეები უთენე, მაგის დედა წავედი. შაკო, ჯართი აპლიკაცია, всё, დავეშიტკა. არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, რადგან კიდევ ბევრი საინტერესო ვიდეო ვნახოთ. ეხლა კიდე რაც შეეხება ჩვენი 2025 წლის გეგმას. გეგმა ძალიან მარტივია. წვანებიარზის დასვენება უწევს 2025 წელს. რავი, მაქსიმუმ ერთხელ ან ორჯერ თუ დავქოქავთ, ისიც უბრალოდ ჩვენ რო გავერთოთ. მოკლედ GDS არ ვილით 2025 წელს. რაც შეეხება i46-ით შეიძლება რაღაც სამოყვარულო შეჯიბი, აი King of Drift შეიძლება ვიაროთ. მაგრამ ნუ ეგეც 50-50-ია, ალბათ უფრო არ ვივლით. მოკლედ 2025 წელს მაქსიმალურად ვისვენებთ დრიფტისგან. მაგრამ თქვენ არხი გამოიწერეთ, კიდევ და კიდევ გამოიწერეთ, რომ არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო იქნება, ძალიან ბევრი საინტერესო ამბები იქნება. ეხლა კიდე რაღაც დაგვრჩენია რა, დროებით გემშვიდობებით, მე საქმე მაქვს, ვერ გავწდები. 2026 წლისთვის პაკეჯების ფული მაქვს შესაძლებელი. და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში რა. არა, შემდეგ გამოძახებაზე. აბა ჰე.